სანამ ხორცში იმყოფებით და სანამ არ გარდაიცვლებით რა არ ენდოთ საკუთარ თავს. აი საკუთარი თავი რას არ ენდოთ? საკუთარ შეგრძნებებს, საკუთარ გულის სიტყვებს, გულის თქმებს გესმით არ ენდოთ, იმიტომ ისინი მატყუარიანი არიან. აბა როგორ ვიცხოვრო? ღვთისნება ორიენტირი. არა ჩემი გულის სიტყვა, არა ჩემი გულის თქმა, არა ჩემი სურვილები, არა ჩემი სიამოვნებები, არა ჩემი მისწრაფებები, არა ჩემი სიმართლე. აბა რა, ღვთისნება. მე ხო თავისუფალი ვარ. მე შემიძლია ანიქით წავიდე, ანაქეთ წამოვიდე. ჩემი გულის სიტყვა და გულის თქმა და სურვილი და ჩემი ხორცი რაღაცას მთხოვს, ჩემი ეგოისტური სული რაღაცას მთხოვს და ადამიანი საცოდავი ადამიანი, რასაც ეს დაცემული ბუნება თხოვს, იმას ასრულებს. აი როგორც ვირსო დაუკიდებენ ჩალას და ჩალას რომ მისდევს და რო ვერ წდება. აი მას ასრულებს და გონია რომ თავისუფალია. თავისუფლება ეგ კი არ არის. არჩევანი უნდა გააკეთო და რაში ხორცს ეს სიამოვნება თუ ის, ამაში კი არ უნდა გააკეთო არჩევანი. შენ როგორც ამ ქვეყნიურ არსებასა და მარადიულ არსებას ღვთისშვილს შორის არჩევანი უნდა გააკეთო და შესაბამისად შენ უნდა იცოდე რომ ერთი ამ ყველაფერს შენი ბუნება კი გთხოვს რაც ჩამოვთვალე, მაგრამ არის ერთადერთი სიცოცხლის, ერთადერთი ყოფიერების, ერთადერთი ბედნიერების, ერთადერთი სიხარულის, ერთადერთი სიყვარულის, გესმის ერთადერთი რაც არის ღმერთი მისი ნება. და აი როცა შენ თავისუფალი ხარ მართლა ხო შეხედავ და მე მინდა ღმერთის ნება ავირჩიო და იწყებ ღმერთის ნებით ცხოვრებას და იწყებ ომს, კეთილ ომს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, კეთილ ომს იწყებ საკუთარ თავთან. და სანამ არ გარდაიცვლებით არ ენდოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ გარდაცვალების მერე, აი რა გვაცდუნებს ჩვენ, ხო აქ ვნებები რა არის ვნებები, რომელიც მაცდუნებელი მიდრეკილებები ადამიანის, რომელიც მერე ვნებას გაყენებს, ანუ გაზიანებს. როგორც კი გარდაიცვლება ადამიანი, ეს სოფელი ჩაგეხსნება, მოჩა, ვერაფრით არ გაცდუნებს, ვერც კარიერით, ვერც პატივმოყვარეობით, ვერაფრით არ გაცდუნებს, ჩაგეხსნება, ოღონდ თუ ქრისტესთან არ იქენი, მაშინ აღმოჩნდები იმის ხელში, ვის მთელი ცხოვრება შენზე ნადირობდა და მოგინადირებს. ხოლო თუ ქრისტესთან იქნები, ისეთ სიხარულში შეხარ, რომლის წარმოდგენაც ჩვენ არ გვაქვს.